Ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდა კარფანჯრის ჩანაცვლება, საკმაოდ დაზიანებული ერთმანეთი შემინის ფანჯრები იყო, ჩვენ ჩავანაცვლით მეტალოპლასმასის კარფანჯრით, მოხდა სვენის დათბუნება და ენერგოეფექტური განათების დამონტაჟება, ანუ მარტივად ვთქვათ, ნათურების შეცვლა, ვარვარასი, კომპაქტური ფლუორესცენტული ნათურები. მდგომარეობა ამ ბაღში საკმაოდ მძიმე იყო და სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენი პროექტის ფარგლებში არ და ვერ მოხერხდებოდა მისი რეაბილიტაცია, რომ არა მზაობა გამოთქმული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და ის ქმედითი დახმარება, რაც სხვათაშორის საკმაოდ იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისია ჩვენი პროექტის განმავლობაში, მსვლელობის ფარგლებში. და მოვახდინეთ ასევე დაზიანებული იატაკების რეაბილიტაცია და მათი დათბუნება და სანიტარული კვანძის მშენებლობაც განხორციელდა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში ეს არის გარე სამკვანძი, ორმოული, ამ შემთხვევაში მოხერხდა მისი, ასე ვთქვათ, თანამედროვე კომფორტის დონეზე მიყვანა. ჩვენი მოლოდინით კონკრეტული რეაბილიტაციის შედეგად გარდა ბაღის და ბაღების გაერთიანების ბიუჯეტის დაზოგვისა განხორციელდება ასევე ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაც, რაც მცირე, მაგრამ საკუთარ წვლილს შეიტანს გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებშიც. ჩვენ BP საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტით გამახორციელებთ 20 სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში, პრინციპში ყველა რეგიონში მოვიყავით და ასეთი პროექტების იმღები მხარეები იყვნენ საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტები და სოციალური დანიშნულების სხვადასხვა ობიექტები. ამოცანისა და წესდებიდან გამომდინარე ვარსებობდა ვიარსებებთ ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის მიზნების მისაღწევად. თუმცა რასაკვირველია, არც ერთი სუბიექტი, მათ შორის არასამთავრობო, მით უმეტეს უпростоრად არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სრულად მოიცვას საქართველოს რეგიონები. ჩვენი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარდა თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე სოციალური და ენერგეტიკული მდგომარეობის გაუმჯობესების არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომ ენერგოეფექტურობის საკითხი იყოს ერთიანად რეგულირებული მთელს ქვეყანაში. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერასთან ერთად დადგა რიგი ვალდებულებებისა საკანონმდებლო საკითხების ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ზუსტად ენერგოეფექტურობის ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და მე მგონი ჩვენი პრაქტიკული კონკრეტული მცირედი წვლილით საკანონმდებლო ინსტიტუცია უმაღლესი პარლამენტი თავისი ქმედებით და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად მოვახერხებთ იმას, რომ ენერგოეფექტურობა იყოს არა თითოეული მცირე თუ დიდი ორგანიზაციის, არამედ საერთო საქმე, რითაც გარდა ასე ვთქვათ მაკროეკონომიკური დადებითი შედეგებისა, რაც საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების დაზოგვას გამოიწვევს, ასევე წვლილს შეიტანს გლობალურ კლიმატის ცვლილების საკითხში.